მოგესალმებით ბატონ გიაგ, მადლობთ გადაცემაში მონაწილეობისთვის, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დებატები და დისკუსია უბრუნდება ქართულ სატელევიზიო სივრცეს. მაინც რა ანახა დებატების და დისკუსიის არქონა ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში და რეალობაში, რამდენად შეუწყო ხელი დაპირისპირებას ამას საზოგადოებაში, ის რომ არ იყო დებატები და დისკუსია და რამდენად შეუწყობს ახლა მისი დაბრუნება პოლარიზაციის შემცირებას. გამარჯობა, მოგესალმებით. საქმე იმაშია, რომ აი დღევანდელი გადმოსახედიდან გაცილებით უფრო კარგად ჩანს, აშკარაა გარკვეული მიმართულებები იმ სცენარისა, რომელიც ჩვენი ქვეყნის დაზიანებისთვის იყო შემუშავებული. და არა იმიტომ, რომ რაღაცა ქვეყნის მიმართ აქვს ვინმე ზიზღის გზნობა ან მთავრობასთან დამოკიდებულებას ვერ გაარკვევდა ნორმალური პოლიტიკური ურთიერთობების პირობებში. არის კონკრეტული გეგმა, კონკრეტული ამოცანა და ამოცანების შესრულება სჭირდება საზოგადოებაში, მათ შორის ბევრი თემებია ბევრჯერ ჩამოგვიტვირა, დრო რო არ დავკარგოთ, მათ შორის ერთ-ერთი არის საზოგადოებაში აი დაპირისპირების გარკვეული მიმართულების განვითარება, მათ შორის ამ დებატების ფორმატის დისკრედიტაციის და ისეთი თემების შემოტანის, ისეთი მანერის შემოტანის საინფორმაციო სივრცეში, რომელიც ნამდვილად ვერანაირად ვერ დაეხმარება საზოგადოებას, რომ გაარკვიოს ტყუანმართალი ან თავის პოზიცია ჩამოაყალიბოს ამა თუ იმ პარტიის პოზიციის მიხედვით. შემოვიდა მითქვა ადრესზე და ეხლაც გავიმეორებ რა, ეს ბილდსიტყვაობა, დაპირისპირების რაღაც გარკვეული ფორმები, რომელიც არანაირად არ არის დაკავშირებული სიმართლის ძიებასთან და საზოგადოება დამეთანხმებით ალბათ იმით აფასებდა ხშირად ამ დებატის შედეგებს, თუ ვინ უფრო ხმამაღლა იყვირა და ვინ მეტი დაამცირა თავისი ოპონენტი. ამას კიდე ემატება ის გარემოება, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები, რომელსაც ჩვენ კოლექტიურ ნაცმოძრაობას ვეძახით, საკმაოდ სერიოზულ პრეტენზიას, უკვე სამართლებრივ ფორმაში გადაჭრილ პრეტენზიას დაექვემდებარა, ვინაიდან დანაშაულებები აქვს ჩადენილი, კონკრეტული დანაშაულებები და ვინაიდან ეს პროცესი გრძელდება, რასაკვირველი აქ უკვე დებატებზე რომც მოვისურვოთ, მათი სურვილი, მათი სცენარი, მათი გეგმა, ხედვა არ ექვემდებარება არანაირ რაციონალიზმს აი ამ თუნდაც დებატების პროცესის განვითარების საკითხებზე. პარლამენტში არ შემოვიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ 40% ჰქონდათ ადგილებისა პარლამენტში, იმდენად, რამდენადაც გეგმა იყო სხვა, გეგმა იყო რევოლუცია და ეს გეგმა არ დღის წესებიდან არ მოხსნა. ასე რომ აი ეს პირობითად ვიტყვი პოლიტიკური დივერსია, რომ საზოგადოებაში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, ან ახალგაზრდების მხრიდან ხელისუფლებასთან მიმართებაში ეს წითელი ხაზები გაივლოს და უფსკრული შეიქმნას, ეს დივერსია, რასაკვირველია, ერთ-ერთი ეფექტური გზა ამ დივერსიის დაძლევისა არის დებატების ჩასაღი, დებატების ორგანიზება. ანუ დღეს დებატები სჭირდება როგორც პოლიტიკურ მიმართულებას, ასევე საზოგადოებრივსაც, ასეთ დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ თქვენგან. თუ შეიძლება კითხვა ასეთ არის, ვის უფრო მეტად სჭირდება დღეს პოლიტიკურ ნაწილს თუ საზოგადოებრივ ნაწილს? მე მგონი არ ვიქნებით მე და თქვენ დაშორებული ძალიან მოსაზრებებით, რომ თუ ვიტყვით, რომ ეს სჭირდება ქვეყანას, საზოგადოებას, როგორი პოლიტიკური განწყობებისაც არ უნდა იყვნენ ადამიანები. შეიძლება რაღაც სირთულეები, შეიძლება კი აუცილებლად შეიქმნება სირთულეები, აუცილებლად იქნება ბარიერები აი ამ პროცესის განვითარების წინააღმდეგ გაღმართული, მაგრამ პირველი ნაბიჯები აი ამ ხელა სტაგნაციის პერიოდიდან გადასადგმელია, შემდეგ გაფართოვდება ეს, გაფართოვდება და უფრო მნიშვნელოვან გარემოებად, უფრო მნიშვნელოვან სეგმენტად იქცევა ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის. მაგრამ თქვენ შეკითხვაზე პასუხი არის
ცალსახა. ეს ჭირდება საზოგადოებას. ეს ჭირდება საზოგადოებას იმისათვის, რათა ერთმანეთში გაარკვიონ, ვის რა პოზიცია აქვს და ვინ უფრო მოსაწონია ამ მომრჩევლისათვის. საზოგადოებას ჭირდება იმისათვის, რათა თავის პოლიტიკური პოზიცია არა რაღაცა ისტერიკაზე დაფუძნებული გარემოებებით ჩამოაყალიბოს, არამედ რეალურად სიღრმეში ჩაიხედოს ამა თუ იმ პოლიტიკური ჯგუფების თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციების გეგმებში, რაც არსებობს, ან მათ დამოკიდებულებაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. მოდით ახლა ესე ერთ საკითხს ვიმსჯელოთ, აი ვიზზე შეიძლება მოახდინოს გავლენა რას გულისხმობ, ანუ მაგალითად რიგ საკითხებზე შეიძლება შეაცვლევინოს პოზიცია მაყურებელს, საზოგადოების რომელ ნაწილს, იმიტომ რომ აქ ჩვენთვის უცხო არ არის, რომ არსებობს საზოგადოების რაღაც ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რომ დებატებში არ უნდა შევიდეს ხელისუფლებასთან, იმიტომ რომ ისინი მას არ აღიარებენ. მაგალითად ამ სეგმენტზე როგორ წარმოგიდგენიათ რა გავლენას მოახდენს დებატები, უფრო როგორი ტიპის მოქალაქეზე არის გათვლილი, რა შედეგს ელოდებით შეიძლება ასე ითქვას კიდევაც? ეცით რა არსებობს ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების ორი სახე, ერთი რომელიც ჩამოყალიბდა უკვე მყარ პოზიციაზე, ნაცმოძრაობის ძირითადად ეს არის ნაცმოძრაობის მხარდამჭერთა ჯგუფი, ზოგი შეფარულია, ზოგი პირდაპირ აცხადებს ამას, მაგრამ ფაქტია, რომ ეს სცენარი, რომელიც საქართველოში არ დაწერილა, სწორედ ნაცმოძრაობის პოლიტიკური გუნდის წინა ფლანგზე გამოყვანას გულისხმობს. იქ რაც არ უნდა შემოიყვანონ, თქვა ბურჭულაძე, სალომე ზურაბიშვილი, ეს მხოლოდ უალირებაა აი ამ გეგმის. ამის ბევრნაირი დამადასტურებელი არსებობს, მაგრამ არის საზოგადოება, ახალგაზრდები, შუახნის ხალხი, არ ვიცი, ნებისმიერი წლოვანების, რომელსაც მაგალითად გონია, რომ ჩვენი დამოკიდებულება ევროპულ სტრუქტურებთან, ევროკავშირთან, მაგალითად განისაზღვრება გარკვეული რაღაცა იმ მონაცემებით ან იმ მაჩვენებლებით, რასაც ქვია სიტყვაზე ადამიანის უფლებების დაცვა. და ამის უკან ვერ ხედავენ იმ რეალურ გეგმას, რომელიც საქართველოს მიმართ გააჩნია, და რეალურად თუნდაც აებს გარემოებებია, რომელიც უკავშირდება საგანმანათლებლო რეფორმას. ბევრმა არც იცის რა ხდება საგარეო კურსთან დაკავშირებით, მაგალითად, რატო არ ემთხვევა ჩვენი პოზიციები ევროკავშირის პოზიციებს და მუდმივად ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაზედაც აპელირებენ ჩვენი ოპონენტები, რომ საგარეო კურსი ჩვენ გვაქვს მაგალითად 39 თუ 40%-ით მხოლოდ თანხმედრაში ევროპულთან. ამ დროს თვითონ ევროპელები დადიან ჩინეთში და ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩინეთთან ურთიერთობა არ უნდა იყოს ამ სტრატეგიულ დონეზე. თავად ვაჭრობენ და როგორც უკრაინის პრეზიდენტიც ამბობს ამას, რომ გაცილებით მეტია მიცემული რუსეთთან ვაჭრობის დროს რუსეთისათვის. ასეულობით $1 მილიარდზე ლაპარაკი, ვიდრე თქვათ უკრაინისთვის აღმოჩენილია დახმარება და ამ დროს ჩვენი მიზერული ვამბობ მთლიანობაში, მთლიან ციფრებთან შედარებით ურთიერთობა, რაც გარდუვალია წინამძღოლ შემთხვევაში ჩვენი ეკონომიკა სერიოზულად დაზარალდება, ამას გვიყენებენ პრეტენზიად. ან თუნდაც ის რომ ომის დაწყება, ომის ჩართვაში ეს მოთხოვნა რეალური იყო და არა ის, როგორც ეხლა ცდილობენ, რომ დახატონ სურათი. ბევრ ხალხს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს ინფორმაცია არ აქვთ
მთელ რიგ მიმართულებებთან დაკავშირებით. ბატონ გიათ, აი ამ ახალგაზრდებს ამ თქვენ რაზეც საუბრობდით, თუნდაც ასეთ სახის საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება რამდენად მოხერხდება ამ დებატების ფორმატში, იმიტომ რომ ჩვენ რაც კი აქამდე გვინახავს დებატები, როგორც ასეთი, საგნობრივ თემებზე ნაკლებად ყოფილა ფოკუსირებული, ასე თუ ისე ის გადადის ხოლმე შემდეგ როგორც გინახავთ არაერთხელ თქვენ ერთგვარ პოლიტიკურ შოუდ, ეს მაგალითად ერთი მხარის ასე ვთქვათ დაჟინებული მონდომები, წყალებში დაჟინებულ მონდომებას რა თქმა უნდა. აი მაგალითად ნაციონალურ მოძრაობა ეხლა დებატში შემოსვლამდე აყენებს წინაპირობას, რომ თუ პატიმრებს გაათავისუფლებთ, ამ შემთხვევაში დავждებით ხელისუფლებასთან სადებატოდ. ანუ უკვე თავიდანვე განწყობა იგრძნობა რა ტიპის შეიძლება იყოს დებატება. აი თქვენ როგორი მოლოდინი გაქვთ ამ საგნობრივ თემებზე მოხდება მაინც დისკუსიის გამართვა? ეცით რა არის, მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყველა შემთხვევაში 1000 კილომეტრი გასავლელი თუ 100 მეტრი პირველი ნაბეჯი უნდა გადადგა. მე არ ამგონია, რომ ერთ დაირაზმებიან და ახალგაზრდებზე მაქვს ლაპარაკი ამ შემთხვევაში, დაირაზმებიან და დასხდებიან და ყველა დიაჩერდება ტელეეკრანებს, რათა სწორი ინფორმაცია მიიღონ აი ამ დებატებიდან გამომდინარე. წინა პირობების გარეშე უნდა ხდებოდეს ეს, მაგრამ რაც შეეხება ნაცმოძრაობას, მაშინ ჩვენს დავაყენებთ წინა პირობად, რომ აღიარონ ყველა დანაშაული, რომელიც ჩადენილი იყო, რეალურად იყო ჩადენილი, ხო? ყველა ვიცით. შეიძლება იმ ახალგაზრდებს, რომლებიც მაშინ დაბადებულებიც არ იყვნენ, არა აქვთ ეს ინფორმაცია, მაგრამ თელმა საზოგადოებამ მსოფლიო მიცის, რომ დიდი სისხლი დაიღვარა, ქვეყანაში ბევრი ადამიანი ეწამა და ბევრი ძალიან უსამართლოდ იქნა დაჩაგრული, ქვეშ იქნა გასწორებული მთელი ოჯახების ბედი. ბევრჯერ მithkoms და ერთი და იგივეს ვიმეორებ, მაგრამ ფაქტია, რომ ამის შესახებ ინფორმაცია რეალურად არ არსებობს. აქედან გამომდინარე, საერთოდ ნაცმოძრაობასთან რაიმე დებატის გამართვა მე არ ამგონია, რომ მართებული იყოს ვინაიდან თუნდაც ის ფაქტი, რომ ჩვენ შევიტანეთ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, რასაკვირველია არ გულისხმობს იმას, რომ ის ბრალდებები, რაც ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული, არ ვიცი, რამდენად იქნება გათვალისწინებული, არ გულისხმობს იმას, რომ ამ დანაშაულებების ჩამდენ ადამიანთან ილაპარაკო მით უმეტეს თუ კი რაღაცა წინაპირობებს აყენებენ თვითონვე დარაზმეს ხალხი იმისათვის, რათა კანონს დაპირისპირებოდნენ. თვითონვე მოატყუეს საზოგადოების დიდი ნაწილი, რომ თითქოს და არჩევნები რაღაცა გაყალბებით ჩატარდა. ბევრმა ეხლაც არ იცის, რომ ელექტრონული სისტემით ჩატარება არჩევნებისა გამორიცხავს ყველანაირ მანიპულაციას და ბევრს გონია, რომ ეგ სისტემაში შეერთება ინტერნეტში შეიძლება აძლევდეს საშუალებას რუსულ დაზვერვას. წარმოუდგენელი რამე თქვეს, რომ ჩაერიოს არჩევნებში და არის კიდე ერთი თემა, რაც საგარეო კურსის ცვლილებაზეა ორიენტირებული, რომ ვერც წარმოუდგენია ვინმეს აი ესეთი კითხვა რო დასვას, რა პასუხი შეიძლება გასცეს ნებისმიერმა მავანმა. მაგალითად ვეკითხები, რომ რომელი ნაბიჯი გადადგა საქართველოს ისეთი, რომელმაც 2012 წლიდან მოყოლებული, რომელიც რუსეთის ინტერესებს ატარებს და ან 2012 წლიდანვე რომელი ნაბიჯი გადადგა რუსეთმა ისეთი, რომელიც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ინტერესების გამტარებელია. არ მომხდარა ესეთი. აქედან გამომდინარე ეს თამაში აი ამ რუსული თემით მანიპულაცია, გამჭვირვალობის თემაზე, უამრავ თემაზე, თუნდაც LGBT პროპაგანდის თემაზე დაარწმუნეს ხალხი, რომ ეს თითქოს სექსუალური უმცირესობის ჯაგვრისთვის არის შემოტანილი. ამ დროს იქ წერია, რომ სამედიცინო ჩარევა, ბავშვების პროპაგანდა, ბავშვების მიმართებით პროპაგანდა, რომ სქესის შეცვლა, შესაბამისი ოპერაციების გაკეთება, ეს თითქოს აქტუალური არ არის. ამ დროს ხედავთ, რომ არათუ აქტუალურია, ამდენად ინტენსიურად ვითარდება, რომ აღარც მინდა ქვეყნების მაგალითი მოვიყვანო, რომ ჩვეულებრივ ამბად იქცა ურთიერთობები და პროპაგანდის ეს მიმართულება. გამიგრძელდა ცოტა მაგ მიმართულებით ლაპარაკი, მაგრამ მთლიანობაში ძალიან ბევრი რამე არის დაფარული და გონიათ აბსოლუტურად სხვანაირად აფასებენ. თუნდაც ის ხოვრობითაც ვიტყვი, თუნდაც ის ფოტო, რასაც
აი გიაოლსკი იქნება ჩართული და ჩემი ფოტო არის გამოდებული და გონია თუ ეს ის ადამიანია, ვისთანაც არანაირი საუბარი ან დისკუსია არ შეიძლება. ფოტოზე ისეთ სახება ყოველ შემთხვევაში. არ ვიცნობთ ერთმანეთს. საზოგადოება ერთმა იხლიჩება ეს გეგმაა. გასაგებია, მოდით ნახოთ როგორ გამართება მოვლენები გრანტების შესახებ კანონზეც მინდა აუცილებლად კითხოთ. ხელისუფლებამ და მმართველმა ძალამ პარლამენტმა უკვე მიიღო ერთი კანონი, ეს არის გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომელიც სწორედ იმისთვის იყო განკუთვნილი, რომ უცხოური ფული, გარშემოსული ფული ქართულ პოლიტიკაში არ ყოფილიყო და ის არ ყოფილიყო გამოყენებული სწორედ გარკვეული რევოლუციური გეგმების განსახორციელებლად. როგორც აღმოჩნდა, შემდეგ როგორც გრანტების შესახებ კანონმა გვიჩვენა, არ აღმოჩნდა საკმარისი მხოლოდ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება. აი, ეხლა შეგიძლიათ თქვათ, რომ აი ამ გრანტების შესახებ კანონის ამოქმედების შემდეგ ის საკითხი, რომელზეც თქვენ აკეთებთ აქცენტს, რომ ქართული პოლიტიკა უნდა იყოს დაცული გარე ჩარევებისგან და განსაკუთრებით გარე ფინანსების მოძრაობისგან იქნება, ესე ვთქვათ, ჩამკეტი მექანიზმი და სრულად დააზღვევს გარე ძალებისგან ქართულ პოლიტიკაში ჩარევას. თითქოს და მარტივად არის საქმე. ხლა შალვა პაპუაშვილმა თქვა ამასინათ, რომ აი ამ კანონის გამკაცრების პროექტში მარტაკოსმაც მიიღო მონაწილეობა, იმიტომ ევროპარლამენტის ყველამ რომ არის ევროკომისარი, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ არანაირად არ ვაპირებთ იმ თანხებზე საუბარს, ოდენობაზე და პროექტებზე, რომელსაც ბრიუსელი დააფინანსებს, ეს არ იკმარა და თქვა, რომ არა თუ არ ვიქნებით გამჭვირვალენი, არამედ მოძებნით გზებს, რათა ამ კანონს გვერდი აუაროთ და გამჭვირვალობის მოთხოვნა, კანონიერი მოთხოვნა იქნეს ჩვენს მიერ იგნორირებული და მოძებნოთ ის გზები, რომ როგორმე თანხა შემოვიტანოთ. ამ დროს გაცილებით უფრო ადვილია თუკი ეს კეთილშობილ მიზნებს ემსახურება და ქვეყნის განვითარებას ემსახურება, გაცილებით უფრო ადვილია განიხილოთ იმ ჩარჩოში, რომელიც შემოთავაზებულია მთავრობასთან და ნებისმიერი პროექტის დაფინანსება შეიძლება. ვინ თქვა, რომ გრანტი არ შეიძლება შემოტანილი იქნეს საქართველოში. უამრავი კარგი პროექტი გაკეთებულა, მაგრამ გაცილებით უფრო მცირე ოდენობით, ვიდრე ვთქვათ, იმ რევოლუციური პროცესების და ექსტრემიზმის დაფინანსება, მაგრამ ყოფილა ესეთი არაერთი და რატომ არ შეიძლება რომ დარეგისტრირდე კიდევაც თანხა რა მიიღე ისიც თქვა და რა პროგრამისტვისაც გააქვს, მაგრამ ჩვენ გვახსოვს ერთ მაგალითს მოვიყვან მარტო რაღაც კულტურის საკითხებში ცნობიერების თემაზე ქონდათ თითქოს და შემოტანილი თანხა და ამ დროს ფარულმა ჩანაწერმა დაადასტურა, რომ ახალგაზრდები შეკრიბეს და ასწავლიდნენ როგორ ებრძოლონ ხელდახელ პოლიციას. გასაგებია, კარგი, ძალიან დიდი მადლობა გია ვოლსკი პასუხობდა ჩვენს კითხვებს. მადლობთ გადაცემაში მონაწილეობისთვის.